ახლა გადავიდეთ ვექტორული ანალიზის შესწავლაზე. განვიხილოთ ვექტორული ფუნქციების დიფერენცირება, ვექტორული ველი, ვექტორული ოპერატორები, გრადიენტი, დივერგენცია, როტორი, ლაპლასიანი, პოტენციური ველი და შემდეგ უკვე გადავიდეთ ცილინდრული და სფერული კოორდინატების განხილვაზე. ახლა ვნახოთ, როგორ ხდება ვექტორის გამრავლება სკალარზე. თქვათ მოცემულია რაღაც A ვექტორი, რომლის კომპონენტებია AX, AY, AZ და შესაბამისად გვინდა გავამრავლოთ ეს მუდმივზე, ანუ სკალარზე. შესაბამისად თითოეული კომპონენტი მრავლდება ეს სკალარზე. მისი თვისებებია ასოციაციურობა, დისტრიბუციულობა. ანუ თქვათ თუ A ვექტორს ვამრავლებთ n-ზე და შემდეგ m-ს ვამრავლებთ, ეს იქნება, რომ ჯერ სკალარები m და n გავამრავლოთ ერთმანეთს და შემდეგ გავამრავლოთ A ვექტორზე. და ასევე ვთქვათ m+ n გამრავლებული A-ზე, ეს იქნება m-a + n-a. ეს ასოციაციურობის თვისებაა, პირველი იყო დისტრიბუციულობა. და m გამრავლებული a+ b-ზე უდრის m-a + m-b. თქვათ მოცემულია A ვექტორი. და 3x + 4y და გავამრავლოთ სკალარზე, რომელიც არის 5-ის ტოლი. მოხდება შემდეგნაირად. თითოეული კომპონენტი 3 გამრავლდება 5-ზე, შემდეგ 5 გამრავლდება 4-ზე და ეს იქნება 15x + 20y. x და y შესაბამისად არის მიმართულების მაჩვენებლები. ორი ვექტორის სკალარული, ანუ შიდა ნამრავლი. ესე იგი, როგორ განიმარტება ამათი ნამრავლი, იქნება A ვექტორის სიდიდე გამრავლებული B ვექტორის სიდიდეზე და გამრავლებული კოსინუს თეტაზე, სადაც თეტა არის კუთხე ამ ორ ვექტორს შორის. აქვს კომუტაციურობის, ასოციაციურობის და დისტრიბუციულობის თვისებები. ასევე A-ს ნამრავლი თავის თავზე, ეს არის A-ს მოდულის კვადრატი, ხოლო A B-ზე არის 0-ის ტოლი, მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ A მოდულით არის 0-ის ტოლი, ამ B მოდულით არის 0-ის ტოლი, ანუ მართობულებია. ახლა ორი ვექტორის ვექტორული ნამრავლი. A და B-ზე ეს იქნება თითოეული კომპონენტები როგორ გამოანგარიშდება. პირველი კომპონენტი ეს იქნება A2 B3 - A3 B2 შესაბამის მიმართულებაზე. მეორე კომპონენტი იქნება A3 B1 - A1 B3 მეორე კომპონენტზე მიმართულებაზე და A1 B2 - A2 B1 შესაბამისად თავის კომპონენტზე ნამრავლი. ანუ თუ თქვათ ჩავწერთ ვექტორებს ასეთნაირად, განვიხილავთ ესეთ მატრიცს, ეს უკვე მატრიცებზე რო გადავალთ, მე შევისწავლით. უკვე აი ამ მატრიცის კომპონენტები იქნება. ანუ ვექტორის სახით რომ ჩავწეროთ, C იქნება A გამრავლებული B-ზე და ეს არის AY BZ- AZBY, AZBX - AXBZ და AXBY - AYBX. ანუ A და B-ს ვექტორული A და B-ს ნამრავლის მოდული, ეს არის A მოდულით გამრავლებული B-ზე მოდულით გამრავლებული სინუს თეტაზე. თეტა არის კუთხე მათ შორის. ახლა თვისებები რა აქვს ვექტორულ ნამრავლს? არაკომუტაციურია, ანუ A B-ზე ეს არის -B გამრავლებული A-ზე,
ასოციაციურობა და დისტრიბუციულობა კვლავ სრულდება. ანუ ფაქტიურად აქ არის მარჯვენა ხელის წესი მოქმედებსა, ესეთნაირად რომ განვალაგოთ ხელი, ვთქვათ ეს არის a და b ვექტორი, მაშინ მათ ვექტორულ ნამრავლს აქვს ceris მიმართულება. ვექტორული ნამრავლი გვაძლევს ახალ ვექტორს, რომელიც განისაზღვრება, როგორც ნახეთ, a-ზე მოდულით, გამრავლებული b-ზე მოდულით და სინუს თეტაზე. თეტა არის კუთხე მათ შორის, a და b შორის. მიმართულება მოიცემა მარჯვენა ხელის წესით. მათემატიკურად ნახეთ, როგორ ჩაიწერება. ვექტორის სიდიდე განისაზღვრება მისი კომპონენტების კვადრატების ჯამიდან ფესვით. ახლა როგორ ხდება ვექტორული ფუნქციების დიფერენცირება? თქვათ მოცემული გვაქვს a ვექტორი შესაბამისი სამი მდგენელით და რომელიც არის t-ს ფუნქცია. და ნახოთ a ვექტორის წარმოებული t. ეს იქნება სამი კომპონენტისგან ისევ შემდგარი ვექტორი, რომლის კომპონენტები იქნება ax-ის წარმოებული t, ay-ის წარმოებული t და az-ის წარმოებული t. სკალარული ველი შეიძლება იყოს, თქვათ, ტემპერატურა, სიმკვრივე მაგალითად და შეიძლება ჩაიწეროს φx-ი ან თქვათ φx1, x2, x3, რომელსაც აქვს მისი სამი კომპონენტები. და აქ მიმართულება არ გვაქვს. და ვექტორული ველი მაგალითად გადაადგილება, სიჩქარე, აჩქარება, რომელსაც თავისი მიმართულება აქვს. შეიძლება ჩაიწეროს როგორც ux-ი, ანალოგიურად ux1, x2, x3 და ეს არის ანუ ეს ისე ვექტორია და შესაბამისად ეს არის u1, x1, x2, x3-ის თავისი სამი მდგენელით სიდიდე გამრავლებული მიმართულებაზე პლუს u2 ნამრავლი თავის მიმართულებაზე პლუს u3 შესაბამისად y3-ზე. და გრადიენტი. ანუ ეს არის კერძო წარმოებულების ვექტორი თავისი კომპონენტებით. და ჩაიწერება როგორც გრადიენტი φx-ის და ეს არის ნაბლა φx-ი, ეს უდრის dφx, dx1, dφx-ი, dx2 შესაბამისი მიმართულებებს და dφx-ი, dx3. მიმართულების მიხედვით წარმოებული n-ური მიმართულებით ეს იქნება n ნაბლა φ, ანუ გრადიენტი და ეს არის n1 f-ის წარმოებულზე x1 პლუს n2 f-ის წარმოებული x2. მაგალითად აქ გამოსახულია სკალარული ველი. ეს არის n-ური მიმართულება. ინდექსით შეგვიძლია გამოვსახოთ მაგალითად გრადიენტი ნაბლა φ-იური, ეს უდრის dφ dx-იური, ანუ მეორენაირად შეგვიძლია ჩავწეროთ φ-ით. და მიმართულებით წარმოებული ეს არის n, ანუ მიმართულებაზე მრავლდება, ეს არის n-იური dφ dx-იური, ეს არის n-იური φ-ი. დივერგენცია u ვექტორის ეს არის
გრადიენტი გამრავლებული u-ზე. ანუ d1 dx1 პლუს d2 dx2 პლუს d3 dx3. ანუ ნაბლა u-ზე ეს არის d2 dx2, ანუ u-ით. აი აქ ნაჩვენებია დივერგენცია, ანუ ნაკადი ერთეულოვან მოცულობაში. რა მიმართულებით როგორ ვრცელდება. ეს გაუსის თეორემა, ანუ დივერგენციის თეორემა. როგორ ვრცელდება ნაკადი ერთეულოვან არეში, ანუ ინტეგრალი s მოცულობაზე, ეს არის მთლიანი მოცულობა, ეს არის n მიმართულება u-ზე ds, ანუ ინტეგრალი v-ზე ნაბლა u dv. ანუ ცალკეულ დანაწევრება ხდებოდა ცალკეულ მოცულობაში მიმართულების ინტეგრება. მობრუნება როგორ ხდება? ანუ ეგრეთ წოდებული rotation, ეს არის ნაბლას ვექტორული ნამრავლი u-ზე. ანუ e1 dx2 minus d2 dx3 plus e2 d1 dx3 minus d3 dx1 plus e3 d2 dx1 minus d1 dx2. როგორც იყო ვექტორული ნამრავლის განმარტება, ეს რო გავიხსენოთ, ანუ მეორენაირად ჩავწეროთ ესეთნაირად. ან ინდექსებით დელტა u-ზე ეს არის e-ჟკ duk dx-ჟიური. ნუ ეს უდრის e-ჟკ uk-ჟიური. e-ჟკ არის ეს მიმართულებების ვექტორი. და ლაპლასიანი შემოვიღოთ ეს ოპერატორი. ადრეც შევხვდა ჩვენ, მაგრამ შეგახსენებთ. ნაბლა კვადრატ φ, ეს არის ნაბლა φ-ზე. ეს არის d2 φ dx1-ის კვადრატით პლუს d2 φ dx2-ის კვადრატით პლუს d2 φ dx3-ის კვადრატით. ნუ ესეთნაირადაც ჩაიწერება. მაგალითად თქვათ e1 კომპონენტი დელტა 2 u-სი იქნება d2 u1 dx1-ის კვადრატით პლუს d2 u1 dx2-ის კვადრატით პლუს d2 u1 dx3-ის კვადრატით. ანუ სკალარული პოტენციალი თუ ვექტორული ველი f-ი გამოისახება როგორც ნაბლა φ, მაშინ φ-ს ეწოდება f-ის სკალარული პოტენციალი. ანუ ნაბლა φ-ზე და ნაბლა φ-ზე ეს უდრის ნულს, ვექტორული ნამრავლი. ხოლო ვექტორული პოტენციალი თუ ვექტორული ველი j გამოისახება როგორც j არის ნაბლას ვექტორული ნამრავლი ფსიზე, მაშინ ფსის ეწოდება j-ის ვექტორული პოტენციალი და მათი სკალარული ნამრავლი ეს არის ნაბლას ვექტორული ნამრავლი φ-ზე და უდრის ნულს. ჰელმჰოლცის თეორემა. ნებისმიერი ვექტორული ველი შეიძლება ჩაიწეროს შემდეგნაირად. u ეს არის გრადიენტი φ-ი პლუს გრადიენტის ვექტორული ნამრავლი ფსიზე. მაგალითად, მოძრაობის განტოლება შეიძლება ასეთნაირად ჩავწეროთ ლამდას პლუს 2 მიუ ნაბლა სკალარული ნამრავლი u-ზე მინუს მიუ ნაბლა ვექტორული ნამრავლი ნაბლას u-ზე და მინუს რო 2u dt კვადრატი უდრის ნულს. შესაბამისად, გარდაქმნებით გამარტივებულია და გამოყვანილი არის p და s ტალღების გავრცელების განტოლებები. ამას უკვე უშუალოდ ტალღების თეორიაში შევხვდებით, როდესაც გადავალთ სეისმოლოგიის ძირითად ნაწილზე. ახლა მაგალითები ვთქვათ, მოცემულია ვექტორი v, რომელიც არის -2 3 და u 4 6 და გამოვთვალოთ ვთქვათ v+2u და u-4v.
შესაბამისად გადმოვა კოეფიციენტები და უს წევრები გამრავლდება 2-ზე. შესაბამისად u-4-ზე იქნება ესეთი რაღაც. ახლა მოცემულია v უდრის 1-2 და u არის u1 u2. გამოთვალეთ ისეთი u1 და u2, რომ v-ს პლუს 3u იყოს 0-ის ტოლი. ჩავსვათ შესაბამისად კომპონენტები ვექტორის v1 პლუს 3u1 უდრის 0-ს, v2 პლუს 3u2 უდრის 0-ს და გარდავქმნათ და აქედან ამოვხსნათ ეს სისტემა v1-ის და v1 u1 v2 u2-ის მიმართ და v1 და v2 მოცემულია, u1 და u2 უცნობია და u1 და u2-ის მიმართ ამოვხსნით და მივიღებთ -1/3 და 2/3. თქვათ, ახლა მოცემულია u კომპონენტებით 0, 4, -3 და v2, -3, 5. გამოთვალეთ სკალარული ნამრავლი u-ს სიდიდე და u და v-ს ვექტორული ნამრავლი. სკალარული ნამრავლი იქნება შესაბამისი კომპონენტების ნამრავლი და გამოვა -27. სიდიდე იქნება ფესვი კომპონენტების კვადრატების ჯამიდან, ხოლო ვექტორული ნამრავლი იქნება შესაბამისად ეს x-y-z ჩაწერილია, როგორც გამოვთვალეთ და მივიღეთ 11 -6 -8. თქვათ მოცემულია a ვექტორი 5t კვადრატი 3 სინუს t და 4 ln t და იპოვეთ a-ს წარმოებული t-ი. შესაბამისად თითოეულ კომპონენტს გავაწარმოებთ და მივიღებთ ესეთ ვექტორს. ახლა მოცემულია ფუნქცია f(x,y,z) უდრის x კვადრატი y კუბი პლუს z კოსინუს x-ი და იპოვეთ გრადიენტი, ანუ უდრის ნაბლას. და შესაბამისად თითოეული კომპონენტით წარმოებული უნდა ვიპოვოთ. გავაწარმოებთ ჯერ x-ით, მერე y-ით, მერე z-ით და გამოგვივა ესეთი ვექტორი. ახლა ცილინდრული და სფერული კოორდინატები განვიხილოთ. ანუ x-ი ეს არის r კოსინუს თეტა და ეს არის დგენელი x ღერძთან და y არის r სინუს თეტა, ანუ თეტა კუთხე, რომელსაც ქმნის ეს ვექტორი z-ის ტოლია. მანძილი არის r არის x კვადრატს პლუს y კვადრატი, ხოლო თეტა არის ტანგენს -1 y შეფარდებული x-თან. z არის ρ კოსინუს φ, r არის r სინუს φ. ფაქტიურად ერთი არის მობრუნების კუთხე ჰორიზონტულად, მეორე ვერტიკალურად. თქვათ მოცემულია ფესვი 6, პის მეოთხედი და ფესვი 2-დან გადაიყვანეთ ცილინდრულიდან სფერულ კოორდინატებში. x, y, z, ანუ ეს არის ფესვი 6, პი მეოთხედი, ფესვი 2, ეს უნდა გადავიყვანოთ ρ, თეტა, ფ-ში. აქ რომ შევხედოთ წინა სლაიდზე, სფერულ კოორდინატებში იყო და ახლა ცილინდრულში რო გადავედით, ხო მოცემულია ეს ფორმულები. ანუ ჯერ ვიპოვოთ, რომ ეს იქნება ფესვი r კვადრატს პლუს z კვადრატი და ეს არის ფესვი 6 პლუს 2-დან. შემდეგ z იქნება r კოსინუს φ და აქედან კოსინუს φ-ს ვიპოვით, ანუ φ-ს გამოვთვლით
და შესაბამისად რო ვიცით, φ ვიცით და თეტა მოცემულია. მოცემულია ვთქვათ წერტილი -1, 1 - ფესვი 2-დან და გადაიყვანეთ ცილინდრულიდან სფერულ კოორდინატებში, ანუ x, y, z-დან რო თეტა ფ-ში. დროს გამოვთვლით, ეს არის ფესვი x² + y² + z²-დან ჩავსვავთ. z არის რო კოსინუს φ, აქედან კოსინუს φ-ს გამოვთვლით და φ-ს ვიპოვით კუთხეს და შესაბამისად სინუს თეტა, ეს არის y შეფარდებული რო სინუს φ-სთან და ვიპოვით. მივიღეთ, რომ პის მეოთხედი ან 3 პის მეოთხედი. ახლა უნდა შევაფასოთ ჩვენთვის რომელია მისაღები კუთხე. უნდა შევარჩიოთ რომელი თეტა კუთხეა მართებული. ვთქვათ განვიხილოთ x - 1 და y 1 ორგანზომილებიან სივრცეში. მასშტაბი ეს მეორე მეოთხედში, ამიტომ თეტა ისე უნდა შევარჩიოთ, რომ დაჯდეს მეორე მეოთხედში. მასშტაბი თეტა იქნება 3 პის მეოთხედი. ანუ ვიპოვეთ ეს კოორდინატები.